ჩვენს ეთერში ამბები ფერმიდან ამ რუბრიკის დროა და კესო ბოჭორიშვილს ვთხოვ რომ მოიწვიოს თავისი სტუმრები, რომლებიც ხორბლის შესახებ, ხორბლის ენდემური ჯიშების შესახებ გვესაუბრებიან. დილო მშვიდობის მეგობრებო, პირველ რიგში ჩვენს მაყურებელს მივესალმებით, თქვენ მოგესალმებით და მიხარია თქვენთან ერთად ყოფნა, როგორ ხართ პირველ რიგში. არა გემზადებით ალბომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ნამდვილად პროფესიონალიზმის გვაქვს. შევეცდები რომ მაღდგომის სამზადისია და ქართული ხორბალი დავაკავშიროთ ამ მოახლოებულ ბრწყინვალე დღესასწაულთან და ვისაუბროთ ქართულ ხორბალზე და ჩვენ დარწმუნებული ვართ თითოეულ თქვენგანს და მეც ხშირად გვითქვამს რომ საქართველო არის ვაზის სამშობლო, მაგრამ ამასთან ერთად აუცილებლად უნდა ვთქვათ რომ ხორბლის წარმოშობის ქვეყანაცაა, იმიტომ რომ სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, უნდა ვთქვათ, რომ სოფლიოში არსებული 27 სახეობიდან 14 მათგანი გვხვდება საქართველოში და ამ 14 მათგანიდან კიდევ უფრო საამაყოა ის, რომ 5 არის ენდემური სახეობის, რაც ნიშნავს იმას, რომ გვხვდება მხოლოდ საქართველოში და არსად სხვაგან არსად მსოფლიოს სხვა წერტილში. უნდა ვახსენოთ ასევე ხორბლის ქართული ჯიში ზანდური, რომელსაც როგორც გერმანელი მეცნიერები ვარაუდობენ, სულ მალე სოფლიოში ყველაზე ცნობილი გახდება და ყველა წერტილში შეეცდებიან რომ მათ ჰქონდეთ. თუმცა გვაქვს ჩვენ და საინტერესოა რამდენად არიან ქართველი ფერმერები დაინტერესებული ქართული ენდემური სახეობის ხორბლით, რამდენად გავრცელებულია მათი მოყვანა საქართველოში და შემდეგ რა გზას გადის ის წარმოებიდან და მეურნეობიდან იქამდე სანამ აღმოჩნდება დახლსა და სანამ აღმოჩნდება ჩვენთან სახლებში. ამ თემაზე საუბარს გავაგრძელებთ ჩვენს სტუმრებთან ერთად. შემოგვერთდება შოთა ლაგაზიძე, ლაგაზი ბეიქერის დამფუძნებელი და თამაზ დუნდუა, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანას პროგრამის მენეჯერი. შემოგვერთდებიან მეგობრები. დილამშვიდობის. მადლობა რომ მობრძანდით და თან ასე დამშვიდობთ. რომელსაც აუცილებლად უკან არ გაგატა. ვერ შეგეცილებ. დავიტოვებთ ამ შესანიშნავ ძვირს. ამაზე არის მორთული, ზემოდან ხედავ რომ საინამ ჩვენ გავერთობით და ასე ვთქვათ დავათვალიერებთ დეტალურად, მანამდე ბატონი თამაზისგან მოვისმინოთ ჯერ ინფორმაცია, სანამ უშუალოდ პურზე გადავალთ, რა სახის ენდემური სახეობის ხორბალი მოგყავთ თქვენ და რა გაქვთ პრაქტიკაში და მოგვიყევით თქვენი გზა, რატომ აირჩიეთ ის წარმოებისთვის. კი ბატონო, მოგესალმებით. მინდა გითხრათ, რომ 30 წელია ასოციაცია ელკანა არსებობს და ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სწორედ გახლავთ ის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. ის რაც ძვირფასია ჩვენთვის. და შეიძლება ვთქვათ, რომ ნამდვილად უკვე აღნიშნეთ და ეს ფაქტია, რომ საქართველო არის ერთ-ერთი კერა, სადაც წარმოიშვა ხორბალი. 5 ენდემური სახეობის ხორბალი გვაქვს. ეს არის ძალიან დიდი სიმდიდრე. და ჩვენ გადავწყვიტეთ სწორედ აი 30 წლის წინ, რომ დაგვეწყო იმაზე მუშაობა, რომ შეგვენარჩუნებინა და არ დაგვეკარგა ეს ხორბლები. სწორედ ჩელტა ზანდური, მახა, ჰექსაპლოიდური ზანდური, კოლხური ასლი, დიკა, ეს ის სახეობებია, რომელთაც განსაკუთრებულად ჭირდება მოვლა და გაფრთხილება. თავიდან ვიმუშავეთ ასე ადგილობრივ აბორიგენული ჯიშებზე, როგორც არის მაგალითად წითელი დოლი, იმიტომ რომ ჩვენ სახეობების გარდა კიდე ადგილობრივი ჯიშები გვაქვს, ხო? დოლის პურები ყოველთვის განსაკუთრებულ როლს თამაშობდა ქართლის ცხოვრებაში. იყო ქართლის დოლი, კახური დოლი, წითელი დოლი, ასევე სოფლის დონეზეც კი იყო უკვე რეალურად, ამიტომ კორბოულის დოლის პური, ხო? შესაბამისად გადავწყვიტეთ თავიდან, რომ დაგვეწყო სწორედ წითელი დოლით. და ავიცი ვიარეთ, ვეძებეთ სამცხე-ჯავახეთში, მოუძებნეთ რამდენიმე კილოგრამი ეს წითელი დოლი, ჩამოვიტანეთ მე ჩვენს ნაკვეთში, სამცხე-ჯავახეთში ხდება ეს ამბავი სოფელწნისში, სადაც გვაქვს მარცვლეულის კიდობანს ვეძახით, სწორედ ამ ნაკვეთს, სადაც გვაქვს კოლექცია და ნებისმიერ ყველა ჯიშები არის თავმოყრილი და სახეობები ასევე და იქ დავიწყეთ გამრავლება ამის. ეხლა წარმოიდგინეთ, ამას დაჭირდა რეალურად მთელი ცხოვრება, რა შეიძლება ესე ვთქვათ. რომ ეს გამრავლებულიყო, სქემა ესეთი იყო, რომ ვისაც აინტერესებდა, ვაძლევდით, თქვა, თუ მივცემდით 10 კილოგრამს,
დასათესად უნდა დაებრუნებინათ 15 კილოგრამი. შესაბამისად უკვე ეს გვაძლევდა საშუალებას, რომ სხვა მსურველისთვისაც მიგვეცა და ასე გამრავლებული. მოცულობაში იზრდებოდა და შესაბამისად გადაეცემოდა ალბათ სხვასაც. დიახ, ასე. და დღესაც გრძელდება სხვათა შორის ეს სქემა. მე უკვე წითელი დოლიდან გადავედით დიკაზე და იმ სახეობებზე, რომელიც უკვე ვახსენეთ და ეხლა ვცდილობთ მაქსიმალურად, რომ აი სწორედ სახეობებზე გავაკეთოთ კონცენტრირება. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა უფრო რთულია ამ სახეობების მოყვანა იმ თვალსაზრისით, რომ შემდეგ მას სჭირდება გამოცეხვა, როდესაც მივიღებთ მოსავალს, ის კილში ზის ხორბალი თავს იცავს ასე მცენარე, თუ შეიძლება ასე ითქვას, დიკას გარდა და ეს სახეობები პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, რომ გამოირჩევიან განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით და ძალიან სასურველი იქნება, რომ ახლოს გაიცნოს სწორედ მომხმარებელმა ეს ხორბლები და ამ ხორბლისგან გამომცხვარი პური. აი ეს სქემა, რომელიც უკვე აღწერე, დღესაც გრძელდება და ამის მაგალითი გახლავთ სწორედ შოთა ლაგაზინზე, რომელმაც შეძლო და უკვე მიაღწია იმას, რომ აცხობს კიდეც უკვე მახას პურს, ჩელტაზანდურის პურს, ეს ძალიან დიდი მიღწევაა და შესაძლებელია უკვე რომ მომხმარებელი მივიდეს, შეიძინოს და დააგემოვნოს ეს მშვენიერი პურები. ყველა ხარისხის ქველი, ასე ვთქვათ, გამოდის, ხო? ამ ჯიშებიდან მე ცოტა დილეტანტური შეკითხვა და ვთქვათ, აი პირველი ხარისხის, მეორე ხარისხის, მუქი, ვთქვათ, ჭვავის ეს უმაღლესი ხარისხი. რეალურად ამ პურს არ ჭირდება არ ჭირდება სორტირება, რადგან ეს სწორედ ის არტიზანული პურია, რომელშიც ყველაფერია შეგნით, ყველაფერი შედის. და ძვირია ეს, ანუ რამდენად არის მოთხოვნა თვითონ წარმოებლების მხრიდან, იმიტომ რომ ერთია, რომ ენდემური ჯიშია, გემრიელია, კარგია, შევინარჩუნოთ კულტურული, ანუ და ჯანმრთელობის პროდუქტია და კულტურულ მემკვიდრეობასაც წარმოადგენს, იმიტომ რომ მართლაც მუზეუმებშიც არის დაცული, აი სწორედ ის უძველესი ნიმუშები ხორბლის, საიდანაც მტკიცდება, რომ ჩვენ ვართ სწორედ ამ კულტურის ერთ-ერთი პირველი მომყვანები მსოფლიოში. რამდენად არის მოთხოვნა და რამდენად ხელმისაწვდომია აი ამ ხორბლის შეძენა, ასე ვთქვათ, წარმოებლებისთვის. მინდა გითხრათ, რომ რეალურად გამოცდილებაც კი არ არსებობს ამის გაყიდვების საქართველოში, რადგან ეს ძალიან ახალი თემაა. მე ვგულისხმობ სახეობებს. თორემ ვთქვათ, ადგილობრივი ჯიშები, როგორიც არის წითელი დოლი, უკვე ყველგან დამკვიდრდა. შეიძლება ვთქვათ, რომ წითელ დოლს აღარ ჭირდება უკვე შველა გადარჩენილია. ჩვენ სადღაც 5 კილოდან დავიწყეთ და დღეს 500 ჰექტარზე მეტია უკვე საქართველოში დათესილი, რაც ეს მე ვიცი და რაც არ ვიცი კიდე წარმოიდგინე. და უკვე ყველგან გამოჩნდა. ანუ შესაძლებელია უკვე პურის ყიდვაც წითელი დოლის. რესტორანში რომ სტუმარ შეიყვან და როდესაც შემოგთავაზებენ, რომ წითელი დოლი ხომ არ გნებავთ, რომ ჩავთოთ მენიუში, ან რაღაც კერძს გთავაზობენ სალატს, რომელშიც წითელი დოლის პურია გარეული. ეს არის სწორედ შედეგი, უფრო სწორად გავლენა. იცით, ერთი კითხვა მაქვს, რაც როგორც ვიცი, ანუ ზოგადად არსებობდა საქართველოში ეს პრობლემა, იმპორტული თვითონ ფქვილი უკვე დამზადებული ხორბლისგან, ხო? ფასის ნაწილში ბევრად უფრო შედარებით უფრო იაფი იყო და მწარმოებლებისთვის ეს ალბათ შესყიდვის ნაწილში, რა თქმა უნდა, უფრო კომფორტული არის და აი იმ ფერმერებისთვის, ვინც ხორბალს ამზადებს, უბრალოდ აწარმოებს, ხო? დემოტივაცია ხო არ არის ამ შემთხვევაში და აი რამდენად არის ტენდენცია იმისკენ, რომ აი ესეთი რაღაცა განსხვავებული ტიპის ხორბალი უკვე გადააქციოთ ფქვილად და წარმოებაში ჩაეშვას. კი ბატონო, საქმე იმაში გახლავთ, რომ რეალურად ეს ფქვილეული და ეს პურეული აუცილებლად თავის, ასე ვთქვათ, თავის სეგმენტზე უნდა იყოს გათვლილი. ეს ვერ იქნება ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ესეთი მასიური წარმოება. და სწორედ აი ფასებსაც სწორედ აქედან უნდა შევხედოთ. რეალურად რაც ცოტაა და ესეთი ძვირფასია, ის იაფი ვერ იქნება ბუნებრივი. კი. ამიტომ სახეობებისგან დამზადებული პურეული შედარებით უფრო ძვირი იქნება. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს მარცვალი კილშიზის ამას დამატებითი ხარჯი სჭირდება, რომ გამოილეწოს. მოგეხსენებათ, ადრე ტრადიცია იყო, ხო? ცხენს გამოაბავდნენ კევრს და მასზე ბავშვები იდგნენ ხოლმე და დარბოდა ეს ცხენი და ამით ლეწავდნენ. ამით გამოქონდათ სწორედ კილიდან ეს მარცვალი. ეხლა ამას აგრეგატით აკეთებს. შესაბამისად ეს უფრო ძვირია, მაგრამ არსებობს ასევე უკილო იგივე დიკა, იგივე წითელი დოლი, იგივე ვთქვათ შავფხა, რომლებსაც არ ჭირდება გამოცეხვა და ისინი შედარებით უფრო
ხელმისაწვდომი ფასის არიან. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, ფაქტობრივად ინფორმაციული ექსკურსი გქონდა ახლა ჩვენ ბატონი თამაზისგან, მაგრამ ახლა პრაქტიკული ნაწილის დროც დადგა და ბატონი შოთა გვესაუბრება იმ პროდუქტზე, რითიც არის ახლა ჩვენთან ერთად და შემოგვიერთდა 4 სახეობის, ენდემური სახეობის ხორბლისგან დამზადებულ პურს ხედავთ ახლა ჩვენ სტუდიაში, შეგვიძლია დავაგემოვნოთ კიდევაც, მაგრამ სანამ ბატონი შოთა მოგვიყვება და გაგვაცნობს თითოეულ მათგანს და იმას თუ რა გემოვნური მახასიათებლებით და თვისებებით გამოირჩევა ის დილა მშვიდობის. დილა მშვიდობის. მოგისალმებით. ყურადღებით და თან დავაგემოვნებ. კი, რა თქმა უნდა. მირთვით. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ყველა ხორბალს აბსოლუტურად აქვს თავისი თვისება. ანუ აი წყლის შეთვისების მაგალითად ამოფუების საფუართან ურთიერთობის. ანუ ყველასთვის ერთი რეცეპტი ფაქტიურად არ არსებობს რა. აი დღესდღეობით რასაც ვაცხობთ ჩვენ როგორც ბატონმა თამაზმა თქვა სქემის ნაწილი რო გავხდით, პირველი ჩვენი შეხვედრა იყო ახალციხურ წითელ დოლთან 2016-ში და აი თესავდით ისე რომ აი მომავალი არ ვიცოდით რისთვის გვჭირდებოდა, უბრალოდ ინტერესი გქონდა რომ ქართული ხორბალი დაგვეთესა რა, რომ გავიგეთ ამის შესახებ მე და ჩემმა მეგობარმა და ამ გზით ვიარეთ და ბოლოს მოვედით საცხობამდე და ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი რაც არის ძალიან მნიშვნელოვანია იცოდე როგორი ხორბლისგან აცხობ პურს. და აი ჩემი მართლა ძალიან გემრიელია და იმ ინტერპრეტაციაში უნდა აღნიშნო ზესუმზივიანი. ჩვენც დავეთანხმებით და შემოგიერთდებით. და ეს ცოდნა უნდა მოდიოდეს მინდვრიდან. ანუ თესვის პროცესიც რო გამოვლილი გაქვს მკის და ანუ ამას რო ვქვავ და აქედან პურს აცხობ, ეს ჯაჭვი, რა თქმა უნდა. ნუ მეტნაკლებად ჩვენი ხორბლები მწირნია და გებს და თითქმის ყველა კლიმატს ერგება, მაგრამ ზოგან რა თქმა უნდა უფრო მეტი მოსავლიანობა აქვს, ზოგან ნაკლები. მაგრამ ეს ცოდნა აი ღვინოსთან რო შევადაროთ, ყურძენიც ასევე, ანუ ყურძენი როდესაც საკუთარი მოყვანილია, ღვინოც უკვე იცი როგორი გამოვა რა და აი დაახლოებით იგივე ვარიანტია პურის შემთხვევაშიც და აი ცხობა რო დავიწყეთ ეს ყველა არის ბუნებრივ საფუარზე გამომცხვარი ანუ ეს ტერმინი რო არის უსაფუარო პური არ არსებობს და ძალიან ცოტა დრო გრჩება უკაცრავად და ისე ვერ გაგიშვებთ რომ არ გითხრათ ამ ხორბლისგან გამომცხვარი პასკა როგორია და თუ აქვს განსხვავებული გემო ესეც მოკლედ რომ გითხრათ მიმზადებით ყველანი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის და ამის მოსმენად მგონი დროული იქნება კი რა თქმა უნდა ბაზად ჩვენ ვიყენებთ ლომთაგორას რომელიც ცოტა გვიანდელი ჯიში არის მაგრამ ქართულია და ზანდურ უზურებთ ჩელტაზანდურს ამ ენდემურ სახეობებს რომლებიც დათესილი გვაქვს და უკვე ამ წლის მკის შემდეგ შემოდგომისთვის დიდი იმედი გვაქვს რომ გაყიდვაში გვექნება მახას და ზანდურის პური ცალკეული. სად მგონი ფერის იქნება ბუნებრივი ყვით. ჩვენი საცხობი ლაგაზი ბეიქერი დაახლოებით 6 თვეა გავიხსენით 300 არაგველის მეტროსთან არის წინანდლის ქუჩა 8 ნომერი. ლაგაზი ბეიქერი. სამწუხაროდ იწურება ჩვენი საეთერო დრო და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ რომ ბუნებრივი ასეთ დიდ ისტორიაზე საეთერო დრო ვერ იქნება საკმარისი ჩვენი სტუმრები იყვნენ შოთა ლაგაზიძე ლაგაზი ბეიქერის დამფუძნებელი და თამაზ დუნდვა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანას პროგრამის მენეჯერი. ძალიან დიდი მადლობა და აქვე ჩვენი ეთერის მეშვეობით ეთნოლოგმა მირიან ხოსიტაშვილმა ისაუბრა რომ სააღდგომო ტრადიციები არსებობდა წლების განმავლობაში მაგალითად სარიტუალო პურს აცხობდნენ ოჯახის წევრები და რომლის სახელობის პურიც უფრო კარგ ფორმას მიიღებდა გამოცხობის დროს უფრო ლამაზი იქნებოდა ასე ვთქვათ მას ექნებოდა წარმატებული წელი. მე ვერ გეტყვით ახლა სტატისტიკას თუ რამდენი ოჯახი ატარებს ისე ტრადიციას, თუმცა ეს ნამდვილად და გადაუჭარბებლად კიდევ ერთხელ არის დასტური იმისა თუ რა დიდი კულტურა აქვს ხორბალს საქართველოში და რა დიდი კულტურაა პური ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ერისთვის. გილოცავთ აღდგომის სასწაულს და დიდი მადლობა თქვენ. დიდი მადლობა სტუმრებს ესეთი ძალიან კარგი წვენისთვის ამავე დროს.